როგორ გავატარეთ საზაფხულო არდადეგები, რომელიც შემოდგომაზე ვისაუბრებთ დავწერეთ. ყველა სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულად გამოვიყენოთ, გააზრებულად ხშირ შემთხვევაში ზაფხულის პერიოდი იმისთვის, რომ ალბათ შემოდგომაზე ხო სექტემბრიდან ახალი ენერგიით და ახალი შემართებით შეუდგეთ ხოლმე საქმიანობას. ხშირად ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაზე გამორჩეული გამოცდილებები სწორედ საქართველოში, ჩვენს რეგიონებში გველოდება. იმისთვის, რომ ეს ადგილები უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს, მნიშვნელოვანია ინფორმაცია პირველ რიგში იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და ტურისტული სერვისები იყოს ადვილად მოსაძებნი, ხოლო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის მეტი სივრცეც ჰქონდეს და მეტი სურვილიც. დღეს მოგზაურობის დაგეგმა სულ უფრო ხშირად ონლაინში იწყება, ამიტომ ციფრული პლატფორმების მნიშვნელოვან როლს ჩვენ ვიაზრებთ, სწორედ ამიტომ საინტერესოა მიმართულებები, საოჯახო სასტუმროები, მარნები, გასტრონომიული სივრცეები თუ სხვა სათავგადასავლო მარშრუტები ერთი სივრციდან გახდეს ხელმისაწვდომი. ეს კი ხელს უწყობს არა მხოლოდ მოგზაურობის გამარტივებას, არამედ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას. დღეს ვისაუბრებთ ორ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, Travel Collection-ი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში არსებულ ტურისტულ გამოცდილებებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს და ჩოხატაურის 360 პლატფორმა, რომელიც გურიის უნიკალურ ბუნებას, კულტურას, გასტრონომიას და ტურისტულ მრავალფეროვნებას უფრო ფართო აუდიტორიას წარმოუჩენს, როგორ ეხმარება მსგავსი პლატფორმები შიდა ტურიზმის განვითარებას, რეგიონების პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას. სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ დღეს სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩვენთან ერთად არიან მარიამ კიკუძე, კომუნიკაციებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია აპქრომაიზის დამფუძნებელი და თამუნა თანდაშვილი ავიაციის ექსპერტი, ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი და ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ზრუნავს იმისთვის, რომ ქართველებმა უფრო მეტი იცოდნენ საქართველოს შესახებ და შიდა ტურიზმის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. და მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ პროექტს დღეს დეტალურად განვიხილავთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ამ პროექტების არსებობა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენმა მაყურებელმა უფრო მეტად გაიაზროს, რამდენად დიდი ტურისტული რესურსი და შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას და რამდენად საინტერესო ადგილების აღმოჩენას შეძლებენ ისინი ამ ზაფხულის განმავლობაში, მათ ვისაც ჯერ არ დაუგეგმავთ თავისი უქმე დღეები. თამუნა, შენგან რომ დავიწყოთ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოს ტურისტულ ობიექტებს მარიამის პროექტი ფარავს და თქოს აღმოსავლეთ საქართველოს ეხმიანება შენი პროექტი. ამიტომ დავიწყოთ, მოდი კახეთი, თბილისთან ახლოს არის და ძალიან ხშირად ირჩევენ ქართველებიც და უცხოელებიც. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც მრავალი ათასი ადამიანი უყურებს თქვენს ეთერს და ზუსტად ეს არის ის წყარო, საიდანაც ადამიანები იგებენ, საწავიდნენ, როგორ წავიდნენ, რა ტურისტული პროდუქტები გვაქვს და ჩემთვის არის ძალიან ამაღელობელი ის, რომ ამ ეტაპზე, ამ ეთერში ახლა ვარ წარმოდგენილი როგორც ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენელი, Mercy Corps საქართველოში მრავალი წელია უკვე სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს და ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ტურიზმის ნაწილში მომიწვიეს მათთან სათანამშრომლო და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ეტაპზე როგორც დონორმა ორგანიზაციამ ისე ვისაუბრო პროგრამაზე და პროექტზე, რომელსაც ჰქვია Travel Collection-ი, ის შეიქმნა Mercy Corps-ის და TNET-ის პარტნიორობით და ელექტრონულ კომერციაში ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნეს პოზიციონირებისთვის. ეს რაღაცა რთულ სიტყვებად კი ჩანს, მაგრამ ყველამ კარგად იცის ტიკეტჯი, სადაც ბილეთებს ყიდულობთ. ახლა უკვე ტიკეტჯის ტურიზმის სექციაში ძალიან მარტივია ნახოთ ელექტრონულ კომერციაში ისეთი მარნები, რომლის შესახებაც ხსმენია, ღვინო ვიცით, მაგრამ არ ყოფილვართ მათ სამასპინძლოში. აი ამ პროექტის იდეა არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომ პოზიციონირება მოახდინონ, გამოჩნდნენ, რომ ვიცოდეთ, რომ მარანი ლაგვანი არსებობს, აქვს სამასპინძლო, აქვს არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოცდილება და ამის შესახებ უკვე ელექტრონულ კომერციაში უსაფრთხოდ მათთან სტუმრობა არის შესაძლებელი, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება არის შესაძლებელი და როდესაც ვლაპარაკობთ რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზე, პირველ რიგში ეს არ არის რაღაც ჩვენი მოგონილი ან შექმნილი მოსაზრება ან თეორია, მთელი რიგი საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციები ამბობენ, რომ ახალი ტენდენცია არის მდგრადი ტურიზმის განვითარება. არის რეგიონალური ონლაინ სივრცეში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტრონულ კომერციაში. ეხლა როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის მცირე მეწარმე, ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, სანამ ეთერში შემოვიდოდით, ხაჭაპურსაც მევაკეთებ, ახალ გასტრონომიასაც
პოლიგონები ღვინოც დავაყენე, ჩამოვასხი, ბრენდინგი გავაკეთე, გავყიდე, საერთაშორისო მომხმარებელს მივიწვდი და კიდე ელექტრონულ კომერციაში როგორ მოვიქცე. აი ამას ეხმიანებოდა პროგრამა, რომელმაც 5 ივლისს თავი მოუყარა აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენს პროგრამაში მონაწილე მცირე და საოჯახო ბიზნესებს და ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ელექტრონულ კომერციაში AI-ის ხელოვნური ინტელექტის ტრეინინგმა და მარტო ტრეინინგი არ გმარა. უშუალო ტრეინინგზე მიხვდნენ მონაწილეები და მათ მიერ მე უკავშირის შედეგად გავიგეთ რომ აინტერესებთ რომ კონდეთ განვითარებული ეს მიმართულება მზად არიან ჩაერთონ და რაღაც ისეთი ოპტიმისტური განწყობა არის რეგიონებში რასაც თბილისზე ვერ ვიტყვი ჩვენ ხშირად გვისაუბრია რომ აი ტურიზმის ტენდენციები რა არის მრავალრიცხოვანი ტურიზმი თუ ისეთი ტურისტები რომლებიც ზრდიან უკვე დანახარჯებს ხარისხი თუ რაოდენობა ხო და აი ამ რეგიონებში არიან უამრავი საინტერესო ობიექტები რომლებსაც თითის დაქნევა და ჭკუის სწავლება კი არ ჭირდება ხარდაჭერა ჭირდება ოღონდ კონკრეტულად რასაც ისინი ამბობენ მათ ჭირდებათ მოსმენა ჩვენ ახლა როგორც დონორი ორგანიზაცია რადგან ამ ქუდით ვარ დღეს თქვენთან წარმოდგენილი მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საჭიროებებს და ვუსმენთ რა სჭირდებათ და შემდეგ უკვე თქვათ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ სანდო პარტნიორები იმისთვის რომ ელექტრონულ კომერციაში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, პირველ რიგში ლაპარაკია კომერციულ უსაფრთხოებაზე. ალბათ აი ამ პროექტის საბოლოო ფორმით მიყვანამდე ის რა ფორმაც დღეს აქვს რომ ადამიანს შეუძლია უბრალოდ იქ სადაც ნახულობს მისი საყვარელი სპექტაკლის, ფილმის და რომელიმე ბილეთებს ამოწმებს, იქვე შეუძლია ნახოს სად შეიძლება წავიდეს მათ შორის საკუთარ ქვეყანაში. თან კიდევ იცით რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის ხელმისაწვდომობა. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ რომ ქართული სერვისები არის ძვირი. და დაგეთანხმებით ძვირი, იმიტომ რომ როდესაც უკვე რაღაცა ავიაკომპანიების საერთაშორისო მიმართულებით გთავაზობენ ძალიან მინიმალურ თანხად მოგზაურობას და მე ადარებ რომ ხო ოჯახთან ერთად რო წახვალ ამ ბიუჯეტით რა ჭაში თუ დაისვენებ რა დაგიჯდება, ხო ყველაფერი ციფრებზე მოდის საბოლოო ჯამში. აი ესეთი ტიპის პროგრამები თვითონ მეწარმეებსაც ეხმარებათ კომერციული პოლიტიკის შექმნაში. უფრო მეტად ადგილობრივ მოქალაქეებზე იყო ეს პროექტი გათვლილი თუ უცხოელებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი ობიექტებით უფრო ინტერესდებიან უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები და ხშირად ასეთ სივრცეებში ამ ადამიანებს უფრო ხშირად შევხვდებით, ვიდრე ადგილობრივებს, ხო გულისხმობ ეხლა რაშია პრობლემა? რატო არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას? პირველი, ცნობადობა, არ ვიცით ვინ არის, სად არის, როგორია, რა ხარისხია. მეორე, გვეჩვენება რომ რაც ვიცით, არის მაღალ ფასიანი. იმიტომ რომ ვადარებთ საერთაშორისო 5 დღიან დასვენებას სადღაც, ეს პროდუქტი უკვე ძვირად გვეჩვენება. თვითონ ობიექტებმა რო შეხედეს, რომ თქვა ხელმისაწვდომობა არის ერთ პერსონაზე 300 პინძლოში სტუმრობა, ვახშამი და 5 ტიპის ღვინის დაგემოვნება ისტორიებთან ერთად, სადღაც მერყეობს, თქვა 100-დან 150 ლარამდე. დამეთანხმებით, რომ ყველაფრის ფასები არის ეხლა უკვე გაზრდილი და ჩვეულებრივ რესტორანში ადამიანი რომ მიდის, ამ თანხას იხდის, ოღონდ არანაირი ავთენტურობა არ გააჩნია, არანაირი გამოცდილება არ არის, ეს არის უბრალოდ საკვებ ობიექტში წასვლა. მაშინ, როდესაც შეგიძლია წახვიდე მარანში, რომელიც მართლა საოცარ გასტრონომიას გთავაზობს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მეღვინეები არიან გადასარავი გასტრონომები თვითონ. ამ გამოცდილების გააზრება და მერე პროდუქტად ქცევა და მერე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა მოითხოვს ძალიან ბევრ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. წუწუნის ჟანრში არ უნდა წავიდეთ და ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, ისეთი პროგრამები, როგორც ჩემი პროგრამაა ახლა და მარიამის, ძალიან სინქრონიზირებულად შეგვიძლია ვიმუშაოთ. კი არ დავადუბლიროთ, ერთი და იგივე კი არ გავაკეთოთ. ის რა საჭიროებაც აქვს მარიამს მოერგოს სხვა პროგრამა და თქვა საქართველოს პოპულარიზაციას ერთმა გაუწიოს ორგანიზება, მეორე უკვე კონკრეტულ სამიზნე ბაზრებზე. ვინ არიან ეს კონკრეტული სამიზნე ბაზრები? ხო ვიცით რომ მას ბაზრები ესეთი მცირე და საშუალო ბიზნესით ესე ვერ ინტერესდება. დიდ სასტუმროში მიდის დიდი გამოცდილებებით და მეორეს მხრივ გვჭირდება ევროპული ქვეყნები. მაშინ ევროპაში ნებისმიერმა ტურისტმა რომ დაგუგლოს სად წავიდეს საქართველოში, იქ უნდა ამოუვარდეს და იქ უნდა გამოჩნდეს უკვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ობიექტები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინფორმაცია გაერთიანებული იყოს ერთ სივრცეში და ამის შესაძლებლობას დღეს სხვადასხვა პლატფორმები, მათ შორის არის ერთ-ერთი ჩოხატაური 360 თუ სწორად ვამბობ, ეს არის გაციფრულებული გურია, მარტივად რომ თქვა ამ რეგიონის შესახებ. მე მგონია რომ
მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი ინფორმაცია არსებობს საქართველოში მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, მაგრამ ნამდვილად სჭირდებოდა ამ რეგიონს ისეთი გაციფრებული ვებსაიტი, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, სადაც დატანილი არის, მათ შორის აი ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე არსებული ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება აქამდეც არსებობდა, თუმცა არც ტურისტმა და არც ადგილობრივმა ამის შესახებ არ იცოდა. რატომ გურია პირველ რიგში, მარიამ, და რას მოიცავს ეს პროექტი, რომელიც გურიაში უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას ტურისტული მიზნით, რა თქმა უნდა, გულისხმობს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ თემის დაინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სწორი დრო არის, რომ მსგავს პლატფორმებზე ვისაუბროთ. ჩვენი პლატფორმის შესახებ ვისაუბრებ. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული პლატფორმა, რომელიც არამხოლოდ ციფრულ სისტემას, არამედ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც თავაზობს და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, მოკლედ მოგიყვებით. ეს პროექტი არის მწვანე გურია, რომელსაც სენია ხორციელებს ამ შემთხვევაში და მე როგორც ჩემი კომპანიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, შემსრულებელი, იდეის ავტორი და განმახორციელებელი. ამ პროექტზე ვმუშაობთ უკვე 2 თვეა და მომდევნო კვირაში უკვე ჩაეშვება და რატომ დაიბადა ზოგადად ჩოხატაური ამ შემთხვევაში. ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი მწვანე გურია უკვე 4 წელია ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთში, ანუ 3 მუნიციპალიტეტში მუშაობს, თუმცა ადგილზე შექმნილი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები და ამ 4 წლის განმავლობაში ევროკავშირმა მხარი დაუჭირა მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას და ისეთი თემების პოპულარიზაციას, რომელიც ადგილზე ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ეკონომიკური დოვლათის შექმნის შესაძლებლობებს. თუმცა კარგად ისაუბრეს უკვე ამ თემაზე, რომ ეს ყველაფერი ადგილზე რაც არის, თუ არ გახდა ხელმისაწვდომი და ტურისტისთვის აღმოსაჩენი, თუნდაც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტისთვის რთული არის პროდუქტის, რაც არ უნდა კარგი შევქმნათ, ამ პროდუქტის გაყიდვა. შესაბამისად ამ თემაზე და ჩართული ვიყავი სხვადასხვა ეტაპებზე, როგორც გარე ექსპერტი ამ პროექტში, დაიბადა იდეა, რომ შეგვექმნა ციფრული პლატფორმა, რომელიც იქნებოდა საპილოტი ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩოხატაურზე არის პირველ ეტაპზე ეს გათვლილი. იქნება რომ მთელი რეგიონი გაციფრულდეს და ყველა ის ობიექტი, რომელიც არსებობს, შეიძლება ეს იყოს guest house-ები, ხო, ხშირ შემთხვევაში, ისეთი სივრცეები, რომელსაც თვითონ ობიექტის მფლობელები მასპინძლობენ ხშირ შემთხვევაში სტუმრებს. აი, ამ ტიპის პატარა ობიექტებს უფრო დიდი მხარდაჭერა ჭირდება ალბათ და მნიშვნელოვანი რომ სწორედ ისინი იყოს ალბათ დატანილი, ხო, ამ რუკაზე. აი, ამ ეტაპზე გეტყვით ზუსტად, ჩვენ ავირჩიეთ, სწორედ აი ეს გვინდოდა ავთენტური გამოცდილება შეგვექმნა პლატფორმაზე და რა გავაკეთეთ? ავიღეთ 10 თემატური მიმართულება და დავარქვით ჩოხატაურის ტურისტული ბილიკი, რაც გულისხმობს ეს. 10 თემატური მიმართულების შესახებ შეიქმნა საინფორმაციო დაფა ტურისტული, რადგან მოგეხსენებათ რეგიონში ხშირად საუბრობთ ხოლმე დიჯიტალიზაციაზე, მაგრამ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს და გვინდოდა რომ არა მხოლოდ Google-ში მოძიების დროს ამოვარდნილიყო ეს პლატფორმა, არამედ ჩოხატაურში უკვე ჩამოსული ტურისტი, რომელიც მაგალითად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ ბიზნეს პირობითად მეფარიშვილის მარანს ეწვევა, იქ არის განთავსებული 10 თემატური მიმართულებიდან ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა, რომელიც აი აქ ხედავთ, გიყვებათ მაგალითად ჩაის ისტორიაზე ან ბუნებრივ რესურსებზე კონკრეტულ ინფორმაციას გაცვით და შემდეგ QR-ით დაასკანერებს იქ მისული მეფარიშვილის მარანში მისული ტურისტი, გადმოდის ამ პლატფორმაზე და არის რუკა შექმნილი, სადაც რჩევებს იღებს 1 კილომეტრში კიდე რომელი ბიზნესი შეიძლება ნახოს, ღამით სად შეიძლება დარჩეს, ან სად შეიძლება იკვებოს. ანუ ჩვენ გვაქვს 10 თემატური კატეგორია, აქედან 7 არის უფრო ტურიზმზე ორიენტირებული, ადგილობრივი მეწარმეების ისტორიები, მათი სერვისები და ყველაზე მთავარი რაც არის მომხმარებლის გამოცდილება. ხშირად რაღაც პლატფორმაზე გადავდივართ, გაფანტულად არის კულტურული ღირსშესანიშნაობები, ინფორმაცია არ არის ხანდახან რუკაც ოპტიმიზირებული და გვინდა რომ მივაგნოთ, მაგრამ ვერ ვაგნებთ. აი ამ ციფრულ პლატფორმაზე თითოეულ ბიზნესს, როგორც არის მარნები, განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ასევე საწარმოები, რომელიც კონკრეტულად დეგუსტაციას და მასტერკლასებს თავაზობს, იქნება ეს თხის ყველის დაგემოვნება თუ სხვა. შევუქმნით ცალკე პროფილი, სადაც დატანილი არის ტელეფონის ნომერი, ასევე ლოკაცია, ვებგვერდი და შევქმნით მათი ავთენტური გამოცდილების შესახებ ისტორია ქართულ და ინგლისურ ენაზე. ხშირად მხოლოდ ლოკაცია და მოკლე აღწერა არ კმარა ხოლმე და მნიშვნელოვანია რომ ემოციური კავშირი დავამყაროთ. ეს ადამიანები ამას თავისით ვერ მოახერხებდნენ. რეალურად ხო ეს პრობლემაც დგას, რაც თავი მახსენა, რომ ამის რესურსი თვითონ არ აქვთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაახოდონ მზადყოფნაში მათი სივრცე
ტურისტებს და თავისი ფიზიკური შრომით ცდილობენ, რომ ყველა რგოლში იყვნენ ქართულები. ამ ალბათ ორივე პროექტს ყველაზე მნიშვნელოვანი და საერთო ის აქვს, რომ რეალურად ეხმარება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ქონდეთ უფრო მეტი мотиваცია და უფრო მეტი ინტერესი, რომ გააგრძელონ ის საქმე, რასაც აკეთებენ. ჩვენ ხშირად შეგხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში პოსტებით, რომ ითქვათ, ვეღარ ვაგრძელებ ამ საქმიანობას რაღაც გამოწვევების და აი რა არის ეს გამოწვევები, თუ მოიცავდა კვლევას ეს პროექტები და რეგიონებში ეს ადამიანები ძირითადად რაზე საუბრობენ თქვენთან? კი ბატონო. აი შემიძლია ამაზე გიპასუხოთ. სწორედ აი ამ პროექტზე კვლევა ახსენეთ, სამი მთავარი გამოწვევა არის ხოლმე. ხშირად პროექტების ფარგლებში გეგმავთ ცნობიერების ამაღლების ტრენინგებს, 8 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ და შარშან სწორედ ამიტომ დავაფუძნე ეს აპკომრა ის სააგენტო, რომელიც არის სტრატეგიული კომუნიკაციების და ასევე სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც აი ამ ძირითად გამოწვევას, რაც არის ხოლმე მდგრადობის ნაწილში, აი იქნება ციფრული პლატფორმები, მაგრამ შემდეგ დასრულდება პროექტი და ვინ უზრუნველყოფს ამის მენეჯმენტს, ან თუნდაც იქნება რაღაც ცალკეული პროდუქტები და ხდება დუბლირება. აი ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ ჩვენ და აი ამ პლატფორმის შექმნის შემდეგ, რომელიც ახლა მომდევნო კვირაში უკვე ჩაეშვება, ვახსენე, 2 წლის განმავლობაში ჩვენ როგორც კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, ანაზღაურების გარეშე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ პლატფორმის განვითარებაზე ვიმუშაობთ. იმიტომ რომ ჩოხატაური არის საპილოტო ვერსია და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს დავეხმაროთ, რომ როგორც ორგანიზაცია გაძლიერდეს ადგილზე, თუმცა ეს საპილოტო წარმატებული მოდელი შექმნათ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებს დაუპარტნიორდეთ და ეს ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურა უფრო და უფრო გახდეს მრავალფეროვანი. კვლევას რაც შეეხება 2023 წელს გავაკეთეთ გურიის მარკეტინგის და კომუნიკაციის კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები გამოვკითხეთ, იყო სხვადასხვა სექტორული მიმართულებები, კვლევა არის ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი მთავარი დასახელებული საკითხი იყო უცხოელი ტურისტების მიმართ, რომ ჩამოვდივართ, არ ვიცით სად წავიდეთ, ვერ პოულობთ ინფორმაციას. სწორედ აი ამ დოკუმენტში რეკომენდაციის სახით გაიწერა ექსპერტებისგან ჩემი ჩართულობითაც, რომ აუცილებელი იყო ამ ციფრული პლატფორმის შექმნა. და ესეც ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია არსებული კვლევები, ხშირად აი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ზოგადად დონორული პროგრამები ქმნის ძალიან მნიშვნელოვან რესურსს, რომ საჭიროებები კარგად არის გამოკვეთილი და შემდეგ ეს კვლევები თაროზე არის ხოლმე. წავიკითხოთ და გამოვიდეთ. უნდა წავიკითხოთ და ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ თვითონ პროექტის ფარგლებში 23-ში გამოქვეყნდა და უკვე დავიწყეთ 25-ში ამაზე მუშაობა, რაღაც მინიმალური რესურსებით, რომ ეს პროცესი, ანუ იდენტიფიცირებული პრობლემა მოგვარებულიყო ერთის მხრივ ამ მიმართულებით. თუმცა აღმოსავლეთში რა ხდება საინტერესოა, რა გამოწვევები აქვთ განსაკუთრებით ხო ვიცით მარნების მდგომარეობა როგორია ხოლმე შემოდგომაზე, იგივე სრთოლთან დაკავშირებული გამოწვევები, მერე ტურისტული სეზონისთვის მზადება. ძირითადად რაზე საუბრობენ რეგიონებში ადამიანები? ძირითადად ძლიერი დიდი ორგანიზაციების როლი არის ხოლმე ფუნდამენტური ინფორმაციის მოძიება და მართლა ღირებული კვლევის გაკეთება, რომელზეც მერე უნდა დაეფუძნოს და არა ემოციური ან და რაღაცა საჯარო პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, რომ იმ წამში საინფორმაციო ველი მოიგო. ამიტომ არის ღირებული ის, რასაც ჩემი აზრით აკეთებს Mercy Corps-ი, რომ იწყებს პროგრამას კონკრეტული საჭიროებების მიხედვით. ახლა 2026 წელს საჭიროება არის შემდეგი. კვლევის შედეგად ეს ინფორმაცია აი ზოგადი ტურისტული ამოვიდა. რეგიონებს სჭირდებათ კონკრეტული იდენტობა, რეგიონალური განვითარების, ტურისტული იდენტობა, რომელიც დღეს საქართველოში რეგიონებს არ აქვთ. რატომ მივდივარ კახეთში ან რატომ მივდივარ რაჭაში? აი ფუნდამენტური. რა დამხვდება? იმიტომ რომ ტენდენცია არის, რომ ძალიან ბევრი სარეკლამო ინფორმაცია არსებობს, განსაკუთრებით AI-ის გამოყენებით ხდება რაღაც არაჩვეულებრივი კატალოგების შექმნა და მე ადგილზე როცა ჩადიხარ, ეს ყველაფერი არ გხდება. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკოსისტემა. ეკოსისტემაში ერთად უნდა ლაპარაკობდნენ ადგილობრივი ბიზნესი, საჯარო სექტორი, ბიზნესი და მომხმარებელი. ეკოსისტემის ნაწილი უნდა წავიდეს მერე ციფრულში. ციფრულში ჭირდება ინოვაცია და ტექნოლოგია. ანუ სინთეზი დარგობრივი ცოდნის და ტექნოლოგიის. მარტო ტექნოლოგიაში ჩატარებული AI ტრეინინგები არაფერს არ მიცემს ბიზნესს და მარტო დარგობრივი ჭკუის სწავლებაც უკვე დღეს აქტუალური აღარ არის. კონკრეტული ხელშესახები, მეთოდი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესეთი შევიმუშავეთ, თავდაპირველად ეს travel collection-ი არ არსებობდა. არსებობდა სურვილი, რომ დონორმა კერძო სექტორთან ერთად დაეხმაროს ტექნოლოგიურ განვითარებაში რეგიონს. მე პროცესში აღმოჩნდა, რომ რაღაც ქოლგაა საჭირო, იმიტომ რომ ეს დახმარება არის სხვადასხვანაირი. მიდიხარ მარანში და გეუბნება, რომ გადამიღე ვიდეო დრონებით.
ანუ შენ ხვდები, რომ დრონებით გადაღებული ვიდეო მის პროდუქტს ვერ გაყიდის, იმიტომ რომ მისი პროდუქტი არის ძალიან გემრიელი ვახშამი. დრონის გადაღებული ვიდეო არ მისცემს იმ რეზონანსს და აქ იმდენი დეტალია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვიწვია კონკრეტული ექსპერტები და სპეციალისტები ჩავრთეთ, როგორც კონსულტანტები და ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რაც მომწონს, იმიტომ რომ მე ხო ყველაფერი არ ვიცი. მე ვიცი რაღაც ვიღაცა მიცის უკეთესი კომპეტენცია აქვს. ჩაერთნენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, გასტრონომიის სპეციალისტები, ადგილის მართვის ორგანიზაციის სპეციალისტები, ისეთი პროფესიონალები, როგორც არიან, თქვათ, იოთა ბაგარი, ნატა ბახტაძე, ანუ ეს მხოლოდ სახელები ხო არ არის, ეს არის რაღაცა ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც არის სუპერ კომპეტენტური. და მათი ცოდნითა და გამოცდილებით შევქმენით მეთოდოლოგია. შევარჩიეთ 80 ბიზნესი, რატო 80? იმიტომ რომ რაღაც კრიტერიუმები არსებობს, არ შეიძლება ყველას ერთად ვერაფერს ვერ გავუკეთებ. მე იქნება მოდებული, მაგრამ არაფერი კონკრეტული. გიდები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ხედვა საავტორო ტური გააკეთოს. და იცით თქვენ ეთერშიც ბევრი მოსულა გიდი მინახავს, რომელიც ამბობს, რომ მე ტურისტული კომპანია კი არ მიკვეთავს, მე თვითონ ვიგონებ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზურიუსმა ზუსტად ამ პროდუქტისთვის და პროგრამისთვის შექმნა ფიროსმანის ტური, რომელიც აქამდე არ არსებობდა. აი ჩემთვის ისეთი საამაყოა, რომ პირველი იყო ზურიუსი ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს და რას აკეთებ, როგორ რა ხდება და აი ესე დაიბადა იდეა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ფიროსმანის ტური და იყოს ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კონკრეტულად არის ზურიუსის ტური. ეს არ არის ტურისტული კომპანიის. ესე იგი სერვისი სხვაგან ვერ მიიღებ. მოდი შევუწყოთ ხელი გიდებს, რომელსაც აქვთ კრეატივი, შესაძლებლობა, სოდნა და თვითონ აკეთებენ თავისი ელექტრონული კომერციის მართვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნარები შეიძინეს, ქონდათ გამოცდილება და ვიღაც ცოტას ეხმარება. აი ჩვენი ნაწილი არის ცოტა ბიძგი, რომ თქვათ იგივე ტიკეტზეც უკვე ზურიუსის ტური ერთი კლიკით ხელმისაწვდომია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ციფრულში ეძებს და არა კონკრეტულად ჩვენ ამას უხსნით ხოლმე კლიანად ბიზნესის, აი მაყურებელმაც რომ მიცოდეს, საქართველოს ტურისტული ბიზნესის მხოლოდ 3% არის ელექტრონულ კომერციაში. ეს არის ძალიან პატარა ციფრი. საუბარი არ არის Instagram-სა და Facebook-ზე, მათ პროფილებზე. ელექტრონულ კომერციაში ვაჭრობა არის სხვა კიდე. და ამით ამ პროგრამით ჩვენ ვეხმარებით, რომ ისინი მიხვდნენ, სჭირდებათ დამოუკიდებელი პლატფორმები თუ აი თქვათ როგორი არაჩვეულებრივი პროგრამაც შეიქმნა დასავლეთ საქართველოში, აი ამ პლატფორმაზე განთავსდნენ და უფრო მარტივად უსაფრთხოდ, იმიტომ რომ $50,000 იყოს დაახლოებით კარგი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა და ეს არის პირველადი გადასახადი. მერე ამას სჭირდება ყოველთვიური მოვლა, რომ იყოს უსაფრთხო, არ დაჰაკოს. აი ჩვენი პროგრამა არის ონლაინ უსაფრთხოებაზე. ესე იგი უსაფრთხო ონლაინი. და იქ ჩვენ ვასწავლიდით, როგორ უნდა დაეცვათ თავი და პროცესში მივხვდით, რომ თავის დაცვამდე იქ არ არიან. მე ვიყავი მათი კონსულტანტი. ძალიან უცნაური ისტორია, იმიტომ რომ თინეთის კონსულტანტიც ვიყავი და Mercy Corps-ის ორივე ორგანიზაციის, რომლის ახლა კოლაბორაცია არის ეს პლატფორმა. ერთ მხარეს იყო ძლიერი ტექნოლოგია, ნამდვილად საქართველოში საუკეთესო, ყველაზე მეტად დაცული. მეორე მხარეს იყო მზაობა, რომ ტურისტული ბიზნესისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ აი ეს ორივე უყურებდა საერთო კავშირი არ არსებობდა. ერთმანეთი უნდა იპოვოს. მე აი მჯერა, რომ კავშირებით ჩვენ არ პატარა ქვეყანაში, აი ეს travel collection-იც რომ ეკითხებიან რა არის, სიტყვაზე ვფიქრობ და ჩემი აზრით ეს არის კავშირი, იმიტომ რომ ჩვენი როლი არის დავაკავშიროთ მცირე მეწარმე იქნება თუ მსხვილი მეწარმე ერთმანეთთან გავაცნოთ. ბიზნესი მე თავისით მოძრაობს და თავისით მიდის კონკრეტულ შედეგამდე. დღეს მაინც ყველაზე პოპულარული ვაღიაროთ, ყველაზე მარტივი გზა კითხო AI-ს. თუ აპირებ წასვლას, ვაღიარებ, რომ მე ვერ დავდივარ, არ მაქვს თქვა ამისი დრო, რომ ახლა გავიდე უკვე რეგიონში, მაგრამ თუ რაღაცას გეგმავ და ვფიქრობ, იმდენი საიტი ვიცი, იმდენი სტატია ვიცი, იმდენი მოგზაური გთავაზობს, მაგარია. განამოსაბეზრებლად ვამბობ ამას. ძალიან მაგარია. მაგრამ ყველაზე მეტად მემარტივება და ეს ჩემი ქცევა თუ შესაძლებელია, შემისწორეთ. მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად კარგად ვიქცევი, ვეკითხები AI-ს უმარტივესად ერთ წამში მაგ პასუხი და ვიცი, რომ თუ გაშვებულებაში ამ რიცხვში, მე ვიცი, რომ ამ 2 დღის შემდეგ შემიძლია, შემდეგი 2 დღის სხვაგან იქვე გადავიდე, თანაც რა მოვინახო, უმარტივესად თავაზობს. ახლა რატომ გიყვებით ამ გამოცდილებას? ჩემს გარშემო
როგორ უკვე მეწინააღმდეგებიან თვალებით. ჩემს გარშემო ბევრი იქცევა ასე და თუ შეიძლება გითხარით, რატომ უნდა მოვძებნო რაღაც პლატფორმა, რომელიც გადასარევია, ძალიან კარგია რომ აღრიცხავს, რაღაცა სანდოობით გამსჭვალეთ ახლა რომ მომიყევით როზედ რა არის აღრიცხული, თუ არის საშუალება სექციები რომ აჩვენოთ ამ პლატფორმის პროდიუსერს ვთხოვ ძალიან კარგად იყო ახსნილი, როგორ არის თემები გამოყოფილი და მინდა რომ დავაპაუზოთ ის გვერდი მე მიგითითებთ რომელიც სადაც ძალიან კარგად არის ახსნილი რა მინდა მე მუზეუმი მინდა ვნახო ბილიკი მინდა ვიცოდე რა მესმის მაგრამ ამაზე AI ხო ძალიან მარტივად თავაზობს კი ბატონო კარგი მაპროვოცირებელი მეც უნდა გიპასუხოთ მაგაზე თქვენ პროდუქტზე როგორც მოხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სანამ AI ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდებოდა ჩვენი ცხოვრების მანამდე როდესაც რაღაც პროდუქტის პოპულარიზაციაზე მიდგებოდა საქმე ციფრულ სამყაროში იყოს რაღაცა Google-ში SEO ოპტიმიზაცია იმისთვის რომ დავსერჩავთ რაღაც კონკრეტულად რომ მოვიძიებთ Google-ში ვეძებდით მანამდე ძირითადად ამოვარდნილი იყო ეს ინფორმაცია ახლა ახალი ტენდენცია არის AI ოპტიმიზაცია რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენ ესეც გვაქვს გათვლილი პროექტში, რომ შევქმნათ ისეთი სანდო, ავთენტური და ასევე ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული მოკლედ კონტენტი ამ ვებგვერდზე, რომ თქვენ რომ იქით გავაჩეროთ ბოდიში. თუ შეიძლება რომ დავაპაუზოთ, ვერ მოვასწრო. კი ბატონო. აი გურიაში, დასავლეთ საქართველოში ან გურიაში თუ გადაწყვიტოთ მოგზაურობას, ჩვენ ესეც გვაქვს გათვლილი, რომ ეტაპობრივად ისეთი კონტენტი განთავსდეს აქ, რომ AI-ი გირჩიოთ ამ პლატფორმაზე ნახოთ ინფორმაცია, რადგან ერთი არის რომ AI გვაძლევს მიმართულებას მაგალითად რომ აი აქ დაისვენე ეს არის კარგი და ამ ობიექტს ესტუმრე, მაგრამ ვიზუალურად ჭირდება ეს ინფორმაცია გქონდეს. ეხა მაგიტო ვქნით, ანუ ამ პატარა მცირე საშუალო ნინოს კითხვაზე რომ კონკრეტული პასუხი გითხრათ, იმისთვის რომ AI ურჩიოს ნინოს, რომ წავიდეს ჩოხატაურში ბებიაჩემის სახლში ბებიაჩემის სახლი უნდა იყოს ციფრულ პლატფორმაზე. სადმე უნდა არსებობდეს. თუ არ არსებობს, პლატფორმები ამიტომ იქნება ესეთი სანდო და ძლიერი, რომ მათ აქვთ უკან საფუძველი, რომ AI-ს რომ კითხავს ნინო, იქ ჩამონათვალში ჩამოუთვლის, რომ ჩოხატაურში წადი აქ და აქ და წყაროს მიუთითებს ზუსტად აი ამ პლატფორმას. დამოუკიდებლად ბებიაჩემის სახლს თამარას სახლს არ ექნება არც ამდენი ცნობადობა, არც ამდენი სანდოობა და AI ვერ იპოვის. აი აქ იმისათვის რომ იპოვოს და რომ იპოვოს პროფილი უნდა ქონდეს. პროფილი არ აქვს. თუ არ შეუქმნა მარიამმა კონკრეტულ ობიექტს პროფილი, რომელიც ნიშნავს კონტენტს, ვიზუალურ მხარეს, აღწერილობას და ასე შემდეგ, ნინოს არჩევანში ვერაზროს ვერ მოხვდება. AI საძიებო სისტემაში ვერ მოხვდება ობიექტი, რომელიც არ არის ციფრულ სამყაროში. მარიამისნაირი პროექტი ეხმარება მას, რომ ციფრულ სამყაროში აღმოჩნდეს, ჩემი პროექტი ეხმარება მარიამის პროექტს, რომ მან იცოცხლოს, გაძლიერდეს და მეტი ობიექტი დაინტერესდეს მისით, რომ თავისი პროდუქტი, ეხლა ხო მიქნება კონკურენცია. აი ეს უნდა გააჩეროთ. გააჩერეთ ეს. აი ტიკეტზე წაიღოს თუ ესეთ პლატფორმაზე მოიტანოს, ან ესეთი პლატფორმა ტიკეტზე გაიყიდოს? უბრალოდ ხო, ძალიან ალბათ ახალი ერაა. ნინოს იმას გამოვეხმაურებით. კითხავს უბრალოდ სწორად არის ამ შემთხვევაში AI-ს არ გულისხმობ თქვენ შემთხვევაში გულისხმობ. სწორად არის ჩაშლილი თითოეული დეტალი. ზუსტად. და უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ხდება, ხელის გულზია ეს ყველაფერი და ჩვენ კი უხსნით თვითონ ბიზნესების მფლობელებს, რომ ნინოსნაირი მომხმარებელი არის ბევრი. და ნინო ეძებს მათ თითქოს იმარტივებს ამ ყველაფერს. ნინო ეძებს მათ ელექტრონულ კომერციაში. და არა მხოლოდ ტელეფონზე დარეკვით ან ნაცნობობით და მათი რიცხვი იზრდება, ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს როგორც საძიებო სისტემას და ამავდროულად ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს ქართულმა ტურისტულმა სეგმენტმა, სექტორმა და დარგმა, რომ მარტო კი არ გაციფრულდეს ვერაფერს გააციფრულებ თუ შინაარსი არა აქვს. ეს მინდა რომ ყველამ კარგად გაიგოს. შინაარსი უნდა იყოს ავთენტური, არა დუბლირებული და არსით უნდა იყოს ნამდვილი. აღარ ისეთ იმხელა ინფორმაცია რომ ვერაფერს ვეღარ გამოიგონებ. შენ გჭირდება რომ მქონდეს შინაარსი, გჭირდება
ტექნოლოგიები და გჭირდება ადეკვატური ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკა. საფასო პოლიტიკა განსაზღვრავს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ხიბლიდან, რომ ეხლა რაღაცა ურიცხვი ინდოელი შემოვარდება და დაიპყრობს ამ ჩვენ გასტრონომიულ სივრცეს, აქეთ ჩინელები იქნებიან, მოკლედ მთელი აზია გადაირევა საქართველოში. არა, საქართველოს ჭირდება 40% ქართველი მომხმარებელი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სეზონურობაზე დამოკიდებული, მაინც განვითარებადი ქვეყანა ვართ, მაინც გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს ისეთი, რომ ძალიან რეაგირებთ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციებზე და იხსნება ერთი ბაზარი, იხურება მეორე ბაზარი, ხან რუსეთისთვის ვართ ძალიან ესეთი საინტერესო მიმართულება და ხან დანიისთვის და შესაბამისად მუდმივად ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ტურისტულ პროდუქტს. ჩვენ ტურისტული პროდუქტი უნდა მოვარგოთ ადგილობრივ ინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ გულშემატკივრობთ, ესეთი ქვეყანა ვართ, გულშემატკივრობთ ერთმანეთს. აი ეს გული გვაქვს. ეხლა ეს გული უნდა ვაქციოთ კომერციალიზაციად. დავამატებდი, აი ავთენტური ახსენა და აუცილებელია რომ ეს ავთენტურობა რომ გამოჩნდეს, აუცილებელია ექსპერტული მხარდაჭერა, რომ მეწარმეს, რომელიც იდეალურ პროდუქტს ქმნის, ეკომეგობრულ სტანდარტებს ქმნის და პრეცედენტს ქვეყანაში, ის როდესაც მიდიხარ მასთან გიყვება ამას როგორ აკეთებს და იდეალურია, მაგრამ ეს სხვა ტურისტამდე როგორ უნდა მივიდეს, ამას ექსპერტული მხარდაჭერა პირველ ეტაპზე მაინც სჭირდება და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ მოვისმინეთ ისტორიები, გავიცანით ყველა ბიზნესი და ასევე პროდუქტი, რომელიც ამ პლატფორმაზე არის განთავსებული და შემდეგ შევქმენით მათი პროფილები, მათივე ისტორიით. თუ მარანს აქვს მაგალითად 100 წლიანი ისტორია, შესაძლებელია რომ ციფრულ სამყაროში თუნდაც Facebook გვერდზე, რაღაცა ვაწარმოებ ეკომეგობრულ ჭირს, მაგრამ ის იმ ისტორიის მოსმენა უნდა და ეს არ იყო მხოლოდ ის პროცესი, რომ მოვისმინეთ, ასევე მივეცით რჩევები, დამატებით რა სერვისი შეიძლება შესთავაზოს ადგილზე. ალბათ თავარი რჩევა დღეს ჩვენი ეთერის მაყურებლისთვის, რომ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ გაატაროს ზაფხული საქართველოში, ძალიან ბევრი ობიექტია ვიცით ამისთვის უკვე მზად, ყველა რეგიონში, მათ შორის როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და ალბათ ხო კომუნიკაციის ნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული. ერთი არის პლატფორმები, გაციფრულება, ის ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ამ ინფორმაციას, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ გაგვიზიარეთ ამ ორი პროექტის შესახებ ინფორმაცია და ვიცი რომ ასეთი არაერთი არსებობს საქართველოში და ძალიან დიდი როლი აქვთ ასეთ ადამიანებს, მათ შორის თქვენ რომ პარტნიორობაზე სექტორებში რომ დაუბრუნდებით, საპარტნიორო ერთობლივი. იმიტომ ვისაუბრეთ, არ ვიცნობდით ერთმანეთს, ესე გაგვიგი ერთმანეთის პროექტების შესახებ, მაგრამ აი ზუსტად საქმიანი შეხვედრა გვექნება და მე მგონი რომ ახალ სეზონზე დაუბრუნდებით. არა, კი არ მგონია რომ პირველი გაერთიანებთ. როგორც გაიცნოთ ხო, მომავალში რაღაც საპარტნიორო, სამეგობრო, საქმიანი ურთიერთობის. თქვენ უნდა წაგიყვანოთ, ესე იგი დროს ვერ პოულობენ. ამოირჩიეთ აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. დადგნებავთ ბატონო ჩემო. ონის ეს ამორჩეული აქვს უკვე უფრო ჩრდილოეთით. ხო. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო. რაჭაში ონისი გაცვლი რამე ეს რაჭაში ამ ზაფხულს. არა, შიგადაში წავალ ხოლმე, კაცო, მარტო იქ არ დაუბანაკდე. ლიზა ჩემი მედიატურების მონაწილე იყო და სულ ესე იგი манипуляცია გვაგასაკეთებელი ხელოვნური ინტელექტში, რომ როგორც კი დასერჩავენ ამ ყველაფერი გასაგები. უკვე ვიცით რა, საჭიროებების კვლევაც გავაკეთეთ ეთერში. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი საქმე. აბა რა, ყველაზე საინტერესო და ყველაზე კარგი და ნამდვილად საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, რა თქმა უნდა, ამ ტურისტულ თემაზე და მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის და მობრძანებისათვის და ვიდრე გაგაცილებთ ჩვენი გადაცემიდან, მანამდე ისე გურიაზე. მინდა რომ დავემშვიდობოთ მე მგონია რომ და მარი კიკვაძეს, მარი ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვათ თქვენი პლატფორმას, რომელიც ერთ კვირაში ჩაეშვება, როგორ იპოვის მომხმარებელი, როგორ იპოვის? პირველ რიგში ვაპირებთ რომ ამასთან დაკავშირებით გავუკეთოთ სოციალური მედია კამპანია და უკვე დავიწყეთ Google-ში SEO ოპტიმიზაცია. პირველ გვერდზე უკვე ვართ და მომდევნო კვირაში ჩოხატაურის გურიის ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი keyword-ის ეს იქნება განთავსება, კვება, ბახმარო და ასე შემდეგ, რაც
ზოგადად ტურისტმის დაგეგმვის დროს გჭირდება, ამოვარდება ჩვენი პლატფორმა, ეხლა შეგვიძლია გადავაგებოთ ტაური 360. მოკლედ მე შესაბამისად ტაური 360-ის მიხედვით, იმიტომ რომ გურიაში ვაპირებდი წასვლას და ეხლა ჩამოდიან ჩემი გურული ნათესავები სტრასბურგიდან. მეც გურიიდან ვარ, აქ ბებია მყავს გურული 360-ით, ნამდვილად გაგიზიარებ. ეს სიდედრი მყავს გურული. შევშევი. ეს უნდა ვიამაყო. აქედან გურიაში გეგმავთ ზა. რა თქმა უნდა და უახლოესი ძმაკაცი და მეგობარი ბატონი ლევან წულაძე. რომელიც ამ გურით, აი მოკლედ არა, გურიას ხო მართლაც თავის მართლა სჭირდება აღმოჩენა და პოპულარიზაცია. იჩაგრებოდა სხვათა შორის, აი გურიაში რა კი, ხდება, რა ხდება და გურია იყო ჩაწეული შუქებით და ეხლა რაღაცა ინთება ეს შუქები, ეც დავამატებ, ბახმაროში მიმავალი ტურისტი ისე გაივლის 55 კილომეტრს ჩოხატაურიდან, რომ საერთოდ არ იცის გზად რა შეიძლება აღმოაჩინოს. ამიტომ დავამატებ მიმართულება გზად ბახმაროსკენ, სადაც თემატური რჩევები, სტატიები და ასევე ლოკაციებია რუკაზე დატანილი, რომ გზად რომ მიდიხარ, სად შეიძლება შეირბინო, რა შეიძინო, რა დააგემოვნო და რა გამოცდილება. ჩვენიერი გადასარევი. გადასარევი.